გამარჯობა. მე ვარ ჯანსო პერულაშვილი, ექიმი დერმატოვენეროლოგი. დღეს ვისაუბროთ კანის სიმშრალეზე, რომელიც სამედიცინო განმარტებით რომ ვთქვათ, ცნობილია როგორც ქსეროდერმია, რომელიც განპირობებულია კანის ბარიერული ფუნქციის მთლიანობის დახვევით. რის შედეგებიცაა კანზე არსებული ქერცლი, ნახეთქები, რომელსაც ხვდებით არა მხოლოდ კანზე, არამედ მის დანამატებზე. მხედველობაში მაქვს თმა, ხრჭილები და ასევე კანზე არსებულ წარმონაქმნებზე, აი მაგალითად ყველასთვის ცნობილი ხალები. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, არ არსებობს ასაკობრივი ზღვარი კანის სიმშრალის გამოხატულებასთან მიმართებაში. ეს შეიძლება იყოს ახალშობილებში, ბავშვებში, მოზრდილებსა და ხანდაზმულებში, რომლის გამოწვევი მიზეზებით რა თქმა უნდა სხვადასხვა. 60 წლის ასაკის ზემო თითქმის ნებისმიერ ადამიანს გამოხატული აქვს სიმშრალე. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამომწვევ მიზეზად მიჩნეულია გარემო ფაქტორები, კლიმატი. აი მაგალითად, მშრალ გარემოში მყოფ ადამიანებს, მომუშავე ადამიანებს, ჰაერის არასაკმარისი ტენიანობის გამო, რაც განპირობებულია გადაჭარბებული კონდიცირებით, გამოხატული აქვს კანის სიმშრალე. რაც შეეხება დიაგნოსტირებას და მკურნალობას, აქვე დავძენ. უმნიშვნელოვანესია დიაგნოსტირება მოხდეს დერმატოსკოპიის მეშვეობით, რათა სწორად შეფასდეს კანის გამოშრობის ხარისხი. თავიდან აგაცილეთ ისეთ დართულებებს, როგორიც არის კანის ქავილი, ატოპიური ეგზემა, კანის სხვადასხვა ინფექციები, ეს იქნება ვირუსული, ბაქტერიული. მკურნალობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს უმნიშვნელოვანესია და რაშიც მოიაზრება სწორად შერჩეული დასაბამის საშუალებები და ლოკალიზაციის მიხედვით სხვადასხვა ინტენსივობის დამატენიანებელი კრემები აუცილებლად დანიშნული უნდა იყოს ექიმ დერმატოლოგის მიერ. თუ გაწუხებთ კანის სიმშრალე, მოგბრძანდით კლინიკა მიკროდერმაში, სადაც სწორად მოხდება თქვენი კანის დიაგნოსტირება. გისურვებთ ჯანმრთელობას.